მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გთავაზობთ ორ ამანათს. ერთი არის AliExpress-დან, მეორე არის Gearbest-დან. ეს ამანათი უკვე გახსნილია. ეს კი სულ რაღაც დღეს ავიღე და ჯერ არ გამიხსნია, გავხსნელია. მოდით ჯერ გახსნის შესახებ გეტყვით ერთ სიტყვას. ეს არის 3.5 მმ-ის ჯეკები, რომელზეც დამატებულია ღილაკები. ღილაკია დამატებული. ალბათ დაგესვათ კითხვა, რისთვის არის საჭირო ეს ჯეკები. რაც შეეხება დეტალები შემიძლია შემდეგ კიდე მოგაწოდოთ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი აუდიო 3.5 მმ-იანი აუდიო ჯეკი, რომელსაც გააჩნია ღილაკი. თუ ხედავთ, ჩვეულებრივი ღილაკი. ეს ტელეფონში, Android-ის სისტემის ტელეფონში იდგმება და ყენდება სპეციალური პროგრამა. და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ღილაკზე დაწოლისას გამოიძახოთ ნებისმიერი პროგრამა ან ნებისმიერი ფუნქცია გამოიძახოთ ერთი ღილაკის დაჭერით. ამაში სულ დამიჯდა 2 ცალი ღირდა 58 ცენტი ღირდა 1 ცალი, სულ დამიჯდა $1-მდე დაახლოებით. მული აუცილებლად იქნება ვიდეოს განხილვის ქვემოთ და შეგიძლიათ შეიძინოთ. მე ჩამივიდა ჩინეთიდან ზუსტად 1 თვეში. მუშაობს, ორივე გავტესტე, არანაირი პრობლემა არ შექმნია. შემდეგ გავაკეთებ ვიდეო განხილვას ამ ჯეკებთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოვიყენოთ, როგორ რა პროგრამა საჭირო და როგორ უნდა გამოვიყენოთ რეალობაში. ეს რაც შეეხება ეს ვიდეო ჯეკებს, ეს გადავდოთ გვერდზე. აუცილებლად ყველა ნივთის, რომელსაც ახლა და შემდეგ გამათავსებ ვიდეოს, ყველა ნივთის ბმული განთავსდება აუცილებლად ვიდეოს არხის ქვევით. განთავსდება და შეგიძლიათ თქვენიც გამოწერა გირჩევთ. არანაირი პრობლემა არ არის, შეგიძლიათ შეეძინოთ თქვენც. სასარგებლო ნივთია, ასე რომ შეეძინეთ. ახლა რაც შეეხება მეორე პროდუქტს, აქ კარგად წერია, აქ არის სკალპელი დანა, რომელიც შევიძინე Gearbest-ზე. თუ არ ვცდები $-ზე მეტი იყო, ზუსტად არ ვიცი, ფასსაც და ლინკსაც დავდებ აუცილებლად. ესეთ ფორმაში გამოიყურება ამანათი. დალუქულია. ყველაფერი გავხსნათ. ჯერჯერობით ამ დავით ვისარგებლებ. ნახოთ. სურათიც ჩანს ძალიან კარგად. დანა და ის დანა, რაც გითხარით, სკალპელი, რომელიც არის როგორც საიტზე იყო მითითებული ალუმინისგან დამზადებული, ანუ ალუმინის ტარი აქვს და ასევე მოყვება დამატებითი პირები, დანის პირები, რომელსაც შემდეგ გაჩვენებთ აუცილებლად. მოდით გავხსნათ. განის პირები ჩამოვაგოთ. ეს გვერდზე გადავდოთ. რაც შეეხება დანას, შეგვიძლია ეს მოვახოთ. მოყვება პლასმასის თავი. პირველი შეხედვით ხარისხიანი თავია. ცუცი რაფერს ვერ ვიტყვი, ამაზე ნამდვილად ხარისხიანი ეთქვა. ეს არის დამატებითი
პირები, ტანის პირები 6 უნდა იყოს. ცალია და 6 ცალი. როგორც საქმეში გამოჩნდება როგორი პირებიც იქნება. ისინი დააბრუნოთ უკან თავს. საკმაოდ ფასია ჩანს. დააბრუნოთ უკან. ახლა შეეხება დანას. დანა არც თუ ისე მსუბუქია. საკმაოდ ხელისთვის სასიამოვნო დასაჭერი, ასევე აქვს ეს დამუშავებები, რომელიც პროადვილებს მუშაობას. არის დანა ალუმინისგან, სულიად ალუმინისგან. ნახოთ როგორი პირი აქვს, მე ფუცელიც მოამზადე. საკმაოდ კარგად ჭირს. საკმაოდ კიდეც ცოტა ნათქვამია. მშვენიერი რასაც. ძალიან კარგი. დანა სულხაც $1. მასალაც კარგია. პირი არ ექნება, არაფერი მყარად არის. რაც შეეხება როგორ უნდა მოხსნათ თავი, როგორც ვიცი. უნდა დატრიალდეს. ტრიალებს. ეტყობა. და შემდეგ პირი გამოდის. შეიძლება შეცვალოთ ახლით საჭიროების სამეფ. დააბრუნოთ. დავამაგროთ. საკმაოდ მოსახერხებელი ეგრეთ წოდებული სკალპერი, საკმაოდ ბასრი. ძალიან ბასრი, მოკლედ ვთქვათ. გამოსადეგი. მე გირჩევთ ამის ბმულს აუცილებლად დავდებ, სადაც შევიძინე. საიდანაც შევიძინეთ, თუ შეკითხვები გექნებათ აუცილებლად მომწერეთ, ან კომენტარებში დატოვეთ. ბმულს ამ დანის და აუდიო ჯეკების ბმულებს აუცილებლად ნახავთ ვიდეოს განხილვაში ქვევით და შემდგომში კიდე გავაგზავნებ ესეთი ვიდეოების გადაღებას, განხილვებს და შეკითხვები თუ იქნება აუცილებლად გიპასუხებთ ამ შემთხვევისთვის და ასევე დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გთავაზობთ ბევრ სიახლეს. დიდი მადლობა. კარგად განვიოთ.